საქართველოს განახლებადი ენერგიის ბაზარი, მათ შორის მზის ენერგიის სექტორი, განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. ნეტო აღრიცხვიდან ნეტო დარიცხვაზე გადასვლა ენერგიის წარმოების და მოხმარების სრულიად ახალ წესებს აწესებს. ცვლილება შეეხება როგორც ენერგიის მომხმარებლებს, ისე მწარმოებლებს. კომპანიებს მოუწევთ გადახედონ თავიანთ სტრატეგიას, რათა ახალი პირობების შესაბამისად ბაზრის მოთხოვნებს მოერგონ და პოტენციურ ინვესტორებს უფრო მოქნილი და მიმზიდველი პროდუქტები შესთავაზონ. უკვე 10 წელზე მეტია, რაც ეკოვილ ჰოლდინგი წარმატებით მუშაობს განახლებადი ენერგიის სფეროში. ამ დროის განმავლობაში ჩვენ განვახორციელეთ 300 მეგავატზე მეტი სიმძლავრის მზის სადგურის პროექტი, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. საქართველოში ჩვენ დავნერგეთ სანდო და სრული ციკლის მომცველი მოდელი, რომელიც აერთიანებს ყველა ეტაპს დაგეგმვიდან მშენებლობამდე, ქსელთან მიერთებასა და გრძელვადიან მომსახურებამდე. განსაკუთრებით გაიზარდა მსოფლიოში ინდუსტრიული მასშტაბის მზის ენერგიის სეგმენტი, რომელიც საქართველოში სულ უფრო აქტიურად ვითარდება. მომდევნო წლებში მოსალოდნელია ზრდა და ჩვენი ჰოლდინგი სრულად მზადაა დააკმაყოფილოს ეს მოთხოვნა ინვესტორებისთვის უკვე მომზადებული გადაწყვეტილებებით. საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ ჩვენს მიერ განხორციელებული მრავალი პროექტიდან მიღებული გამოცდილების საფუძველზე ჩვენ ზუსტად ვიცით, როგორ განსაზღვროთ დამკვეთის მოთხოვნები და როგორ დავაპროექტოთ და დავამონტაჟოთ მაღალი ეფექტიანობის მზის ელექტროსადგურები, რომლებიც დამკვეთს სთავაზობს სტაბილურ და გრძელვადიან სარგებელს. 6-7 ნოემბერს გაიმართება საქართველოს ენერგეტიკის გამოფენა და ფორუმი, სადაც ეკოვილ ჰოლდინგი უკვე მეორე წელია მონაწილეობს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკის წინსვლას და ენერგეტიკული სექტორის განვითარებას.